მე ვარ ქუვეითში ნამყოფი რა. ქუვეთი არის ერთი. აი, ქუვეთი არის ერთი დიდი ქალაქი. აი, უდაბნოში გამწვანებული ქალაქი რა. აი, როგორი იქნება კრწანისის დასახლება გეტყვით ახლა. ქუვეთი არის აი ოაზისი უდაბნოში. გარშემო არის უდაბნო, სადაც მთები ადგილებს იცვლიან, ერთ დღის რომ მიდიხარ, მეორე დღის რომ მიდიხარ, თადაგხვდება ან ნააბაროკ, თაიყო და აღარ დაგხვდება, ქარისგან არის გადატანი. ცაზე ღრუბელს ვერ დაინახავთ, ყვითელია ცა და შეიძლება 10 წელი იცხოვროთ იქ და სულ ყვითელი იყოს, ღამე ფანარს უაანთებ. აი ესეთი ტურისტული აქვს და 10 მეტრის იქით ფანარი როგორ ძინა კარგი იყოს, ვეღარ ახედავ. ისეთი მტერია. ანუ მასეთი ქვეყანაა და არის ქალაქი, სადაც ჩადრევნებია, გამწვანება, პალმები, სახლებია ჩვენთან რო სასტუმროებია ინფორმის სახლები, ფერარებით და რა ვიცი. ანუ დიდრული ქალაქი. ეს ქალაქი არის ვაფშე შემოღობილი რა. და შემოღობის გარედან არის კაროების ქალაქი კრუგზე. ანუ ეს კაროების ქალაქი არის ინდუსები, პაკისტანელები, რავი, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მუშა პერსონალი ჯაბა. ესენი დილით 6 საათზე შედიან შიგნით სამუშაოზე, მუშაობენ მომსახურე პერსონალად და საღამოთი ბრუნდებიან გარეთ. თავიანთ კაროებში დასაძინებლად და რა ვიცი, ოჯახებით არიან რა. აი ესე იქნება კრწანისში აშენებული აი დასახლება. ანუ აი ბუზებიან დილით შლაგბაუმზე, როგორც ქუთაისში ავტომშენებელი ქარხანასთან რო ჩინელები რო ჩასახლდნენ და შლაგბაუმი რო აქ და თუ საშიარაგაკ რო არ გიშვებენ, აი ესე იქნება მანდაც. აი მარტივად გეტყვით, რომ აი ესეთი მდგომარეობა იქნება მან. ამიტომ როდესაც ესეთი რაღაცა ხდება ქვეყანაში, ჩვენ გავიაზროთ რისკები, აი რა რისკებს შეიცავს ეგ. და აი რისკებზე კიდევ ლაპარაკობთ კონსერვატორები. დანარჩენი ვინმე ოპოზიცია ქვია, დაკავებულები არიან იმით, რომ ჩვენი პროტესტი გაამარგინალონ. ჩვენ კიდე გეუბნებით რეალურად რა ხდება. და მე ვფიქრობ, რომ ადამიანების უმრავლესობა კიდე შემორჩენილია გაზროვნების უნარი, რომ ამ ყველაფერზე გააკეთოს აქცენტები. აიღეთ ინტერნეტი, ყველა საკუთარ ტელეფონში. დაგუგლეთ და ნახეთ როგორი ცხოვრების სტილი აქვს. რა ტრადიციები აქვს, ვინ არიან, რეები არიან, რა კატეგორია აპირებს ჩვენთან შემოსვლას. საქართველოს მთავრობამ რომელი ქვეყნებს გაუხსნა უვიზო, პაკისტანსთან რო უვიზო გახსნა, რავი, თეატრებში დადიხართ, კონცერტებზე დადიხართ, მუზეუმებში დადიხართ პაკისტანში. ერთი ქართველი მანახეთ პაკისტანში ექსკურსიაზე მიდიოდეს და მე პაკისტანელებს განახებთ აქ რომ მოდიან. ხო რა, აი ერთმანეთთან შეფარდებით უნდა იყოს, გაიგე? ეს აი ცალმხრივი სიყვარულივით არ უნდა იყოს რა. კმაყოფილი არის მაშინ. ყველა ორი მხარე, ორივე რო ერთნაირად რო კმაყოფილდება. ცალმხრივი არ ვარ ეს და ცალმხრივი ბედნიერება აქვთ მაგათ. ჩვენ ხარჯზე და მოგვაჭდნენ თავზე და ამიტომ ნებაიგოძეთ მეგობრებო, ვიც ვერ ერკვევით ამაში და მოდი სალამ დავაში ჩაებმევით და რაღაცად ხულმოკრულ რაღაცებით პაექრობას შემოხვათ. 15 წუთი დაჭირდება სულ რომ გაარკვიოთ კონკრეტულად რა თემაზე გინდა საუბარი. მან ქართველისთვის არაფერი არ იქნება. აი აბსოლუტურად არაფერი არ იქნება. ქართველი იქნება, რავი, ეზოში დაბმული ძაღლი.